ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საათების ათვლა დაწყებულია პირველად რუსთავი ორის ისტორიაში პლანეტის ყველაზე გრანდიოზული სპორტული მოვლენა. ხვალ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 48 გუნდი და 104 მატჩი. პირდაპირ ტრანსლაციას კი რუსთავი ორი შემოთავაზებთ. გამარჯვება, მარცხი, დაძაბული მომენტები და ემოციები ქართულ მაყურებელს დაუვიწყარი საფეხბურთო თავგადასავლის ყურებას, სწორედ ჩვენ არხზე შეიძლება. რუსთავი ორისა და თბილისის მერის პარტნიორობით 28 ივნისიდან ჩემპიონატის პლეი-ოფების ყველა მატჩი ჩვენება დიდ ეკრანზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. რა ელოდება ჩვენ მაყურებელს? ლიკა ალელიშვილი მოგვიყვება დეტალებს გისმენთ ლიკა. როგორც ჩვენ აღნიშნე, რამდენიმე საათი რჩება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ანუ იმ მომენტამდე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთი რიტმით იწყებს ცხოვრებას და მას, რა თქმა უნდა, უერთდება საქართველოც და ისტორიაში პირველად საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატს უყურებენ. ტელეკომპანია რუსთავი ორის მეშვეობით სრულიად უფასოდ, მოქალაქეები ჩვენთან საუბარში ვერ მალავენ აღფრთოვანებას, ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტელეკომპანია რუსთავი ორი აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩს სრულიად უფასოდ უყურონ. თუმცა ეს სიახლე არ არის მხოლოდ ერთადერთი, რასაც ჩვენი ტელეკომპანია სთავაზობს ფეხბურთის გულშემატკივრებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღიდან ყოველ დღე ყველასათვის საყვარელი ლაშა დვალიშვილის სტუმართან ერთად დღის ბოლოს ღამის 1-დან 2 საათამდე შეაჯამებს დღის განმავლობაში გამართულ თამაშებს. იქნება ამ თამაშების მიმოხილვა და ასევე ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალზე გამახვილდება გადაცემის მსვლელობის დროს ყურადღება ლაშა დვალიშვილის მხრიდან. რა თქმა უნდა, ფეხბურთის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის, რომ რუსთავი ორი აძლევს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც სურვილი აქვს და ვინც ფეხბურთის მოყვარულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა მატჩს უყუროს ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერში სრულიად უფასოდ. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ფულის გადახდა უწევს ხალხს იმისთვის, რომ მსოფლიოს და მსგავს თამაშებს, არ მარტო თამაშებს, არამედ სხვადასხვა ტიპის სპორტს უყურონ, ფული უჯდებათ და ამისთვის ალბათ ძალიან კარგი იქნება და მადლობას ვუხდი მეც რუსთავი ორს და მეც ჩაუჯდები. ძალიან საინტერესო და მისასალმებელია, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს თუნდაც რომ ფასიან საიტებზე ნახოს. ძალიან კარგია, რომ უფასო ტელევიზიით შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ნახონ ეს მსოფლიო ჩემპიონატი. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ აუცილებლად სამეყურებინა ხოლმე. კაი იქნება მოხმარებლისთვის, ამ მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონში, ძალიან კაი იქნება. წარმატებები ხოლმე რუსთავი ორს. მადლობა რუსთავი ორს, რომ აშუქებს ფეხბურთს. ეს არ არის პატარა საქმე. და ეს ძალიან დიდი, ესე იგი, მაყურებლისთვის, ქართველი მაყურებლისთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი. მსოფლიო ჩემპიონატის ზეიმი დედაქალაქის მაცხოვრებლებს გააერთიანებს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დამონტაჟდება დიდი ეკრანები და გადაიცემა პირდაპირ ეთერში მატჩები მეოთხედფინალის შემდეგ, ყველა მატჩი, მათ შორის ფინალის მატჩის ჩათვლით. ამის შესახებ დღეს განცხადება დედაქალაქის მერმაც გააკეთა. კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისის მერია და ტელეკომპანია რუსთავი ორი შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე თბილისში დამონტაჟდეს დიდი ეკრანები, სადაც ტელეკომპანია რუსთავი ორი უზრუნველყოფს პირდაპირ ტრანსლირებას საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მეოთხედფინალის შემდეგ ფინალის ჩათვლით და მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ ყველამ ერთად უკვე რესპუბლიკის მოედანზე ადევნონ თვალი თამაშებს. თქვენ იცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და რუსთავი ორთან ერთად დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს მეოთხედ ფინალების ყველა მატჩის ჩვენებას რესპუბლიკის მოედანზე. დავიწყებთ მეოთხედ ფინალებიდან და ფინალის ჩათვლით ყველა მატჩის ტრანსლირება იქნება შესაძლებელი რესპუბლიკის მოედანზე, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთს საქართველოში და მსოფლიოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ვფიქრობ ძალიან სწორი, კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა. მინდა მადლობა უთხრა ტელეკომპანია რუსთავი ორს ამ შემოთავაზებისთვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს საფეხბურთო ზეიმი დედაქალაქის მაცხოვრებლებს გააერთიანებს რესპუბლიკის მოედანზე. დედაქალაქი
არ არის ერთადერთი ქალაქი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ ტელეკომპანია რუსთავიორის მეშვეობით დიდ ეკრანებზე ადევნონ თვალი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს. ყველა დიდ ქალაქში დამონტაჟდება დიდი ეკრანები, სადაც მოხდება ტელეკომპანია რუსთავიორის პირდაპირ ტრანსლირება და ყველა მატჩის ყურება შეეძლება სხვადასხვა ქალაქში მაცხოვრებელ მოქალაქეებსაც. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ქვეყნისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ბოლო 3 წელში ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად განვითარდა, რასაც მოწმობს გაფორმებული 14 საერთაშორისო შეთანხმება და სავაჭრო ბრუნვის მზარდი მაჩვენებლები. მისივე თქმით, იანვრიდან აპრილის ჩათვლით ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო თავად ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და ტურისტულ სფეროებში მიღწეულ პროგრესსაც, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებას, ორმხრივ უვიზო მიმოსვლას და პირდაპირ ფრენების მზარდ დინამიკას. შოთა ფალავანიშვილი ესწრებოდა პრემიერის ბრიფინგს მთავრობის ადმინისტრაციაში, ის მთავარ გზავნილებს გაგვაცნობს. გისმენთ შოთა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა და მისთვის ყოვლისმომცველი, ესე ვთქვათ, სტატუსის მინიჭება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ორივე ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება. ასეთია პრემიერ-მინისტრის განმარტება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ყოვლისმომცველ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა დღეს კონკრეტული სტატისტიკაც გააცნო საზოგადოებას, რაც 2023 წლიდან დღემდე ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაფორმებას მოხდა, მათ შორის გაზრდილია როგორც ინვესტიციების რაოდენობა, ასევე ტურისტების, ასე ვთქვათ, იმ პროექტების, ერთობლივი პროექტების განხორციელება, როგორც განათლების, ისე ბიზნეს სექტორში, რომელიც ჩინეთს და საქართველოს კიდევ უფრო ახლოვებს ერთმანეთთან და პარტნიორობას უფრო მეტ ხელშესახებ, ასე ვთქვათ, ბენეფიტს წენს. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზედ დინამიურად განვითარდა. მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში 2023 წლის შემდეგ გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 55%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოსთან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავება საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველოს მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირ წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი ვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირ ფრენების დამატებას და მგზავრთ ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის. 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 54%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 59%-ით გაიზარდა. დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს, შარშან ავიაკომპანია Air China, პეკინი ურუმჩი თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი თბილისის
მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს. მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის. მზადება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გასვლითი პროგრამების ხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ასე შემდეგ. ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე ხაზი მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ჩინეთის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მარტივად რო გადახედოთ გასული ნახევარი საუკუნის ისტორიას, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და ამ კუთხითაც ღირებულებითი თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაფართოება და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან თვალსაცემი და დასაფასებელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი უთანასწორობა, ასე ვთქვათ, ზომებს შორის რო ავიღოთ. ჩინეთი თავის ტერიტორიით და მოსახლეობით და შევადაროთ საქართველოს და ასევე რო ავიღოთ ჩინეთი თავისი ეკონომიკის მოცულობით, დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარია. დღეს ჩინეთის ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი, ხო, რამხელა სხვაობაზეა საუბარი. თავადაც ხედავთ, ასეთ პირობებში, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას. ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, რომელსაც სერიოზული ბენეფიტები მოჰყვა საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პოლიტიკურ კავშირებზე და სტრატეგიული პარტნიორობის სამაგალითოობაზე ჩინეთის მხრიდან, რადგან როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, ჩინეთსა და საქართველოს აქვს სრულიად თანაბარუფლებიანი, მეგობრული და პარტნიორული, ესე ვთქვათ, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც მაგალითი უნდა გახდეს ყველა ქვეყნისათვის საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, აღიარება და ამავდროულად მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს პოზიციებს აძლიერებს. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმუქდეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებს შემთხვევით ჩინეთის ხელისუფლებას მალობას გადაუხდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს შეუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჯერ კიდევ 2023 წელს დამყარდა, 2026 წელს კი ეს პარტნიორობა გადავიდა ყოვლისმომცველ ეტაპზე, რაც მთავრობის მეთაურის თქმით არის ახალი ეტაპი და შესაძლებლობა ქართულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა მთავრობის ადმინისტრაციიდან. საქართველოს ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან შედეგებს მივახციეთ. ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას შედეგი მოაქვს როგორც ეკონომიკური სახით, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ. ჩვენ ვნახეთ, რომ სულ რამდენიმე წელში საქართველოს ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიური არის, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივახციეთ სულ რამდენიმე წელში. საგულამ ნახა, რომ გუშინ წელების გაცვლით საქართველოს და ჩინეთის შორის ურთიერთობის ახალ
ეტაპზე გადასვლა გაცხადდა და მნიშვნელოვანი არის სწორედ კიდევ ერთხელ, როდესაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით. ხედავთ, რომ პირდაპირ ფრენები ინიშნება სხვადასხვა დანიშნულებიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის. ეს ყველაფერი აღმოებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის. ჩინეთის ბაზარი იხსნება ქართული მეწარმეებისთვის, ასე რომ თავისთავად ეს გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობის დაზე და ამ მხრივ იცის ყველამ, რომ საქართველო არის ეკონომიკური ზრდის ტემპებით ჩემპიონი რეგიონში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის დას და უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გამტკიცებაც, რისი ბოლო შედეგიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართულ ხალხს ეკუთვნის, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი. შალო პაპუაშვილი ხელისუფლების მისამართით ოპოზიციურ ალიანსს ბრალდებებს დიდ გამოხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების ნარატივი რეალობას აცდენილია და ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ქვეყნის ამოცანა არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება უნდა იყოს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრს. რაც აცხადებს ირაკლი ყობახიძე და როგორია პოლიტიკური შეფასებები თემაზე, ქეთი ზანთარაია უერთდება კურიერს. გისმენთ ქეთი. ოპოზიციის დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრისთვის ეს არის სახელმწიფოს ღალატის ქრონიკა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრინციპში არ უკვირთ ოპოზიციის მსგავსი მიდგომები, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი მიზანმიმართულად აზიანებდნენ ქვეყნის ინტერესებს. ასეთი არის პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, საყურადღებო არის ამ ყველაფერში ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ინტერესებს არ აზიანებდნენ მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციაში გადაინაცვლეს, არამედ მსგავს მიდგომებს ისინი ახორციელებდნენ და მსგავს ნაბიჯებს დგამდნენ მაშინ, როდესაც წარმოადგენდნენ საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე არის რა თქმა უნდა ამის დასტური, გამოდებული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა. ასევე ის რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში, რევოლუციის 5 მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი სპექტრი. თავისი პოლიტიკური პარტიები, თავისი NGO-ები და თავისი მედია საშუალებებით. ხო, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით. მე მქონდა საუბარი ამას დებატებშიც. მათი პოზიცია ყველას გვახსოვს რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდშიც, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უბრალოდ არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყავთ ერთ-ერთი პატრონი. ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გთხოვდნენ დახრულ კარს მიღმა თუ საჯაროდ, ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით ახლულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, რაც არჩევნებზეც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე. საქართველო ვერ მოერგება ვერც ერთი ქვეყნის ინტერესებს და პარტნიორ სახელმწიფოებთან კავშირები იქნება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისი. ასეთი არის მმართველი პარტიის დამოკიდებულება და პოზიცია, რაც შეეხება ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ იმას, რასაც ისმენენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, მათ წინააღმდეგ ბრალდებებია და არასწორი ინტერპრეტაციები. ფაქტი როცა მოხდება უკვე იმ ფაქტის კონსტატირების გამო ადამიანზე თქვა ქვეყანას ღალატობსო, აბსოლუტური არაადეკვატურობა გახლავთ, ბრალდებები არის მუდმივად არათუ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი, რაღაც თარი და დამახინჯებული და არარსებული ფაქტების კონსტატირების შედეგი.
საზოგადოება აკვირდება რაღაც საზაფხულო სერიას ახალი შეტევის სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკური პარტიების, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელთაც სრულად აღრეული აქვთ საკუთარი და სხვისი, საკუთარი სახელმწიფო და უცხო სახელმწიფო. სრული პოლიტიკური დომხალია ამ ინტერესებში და ვერც კი გაუთვითცნობიერებიათ, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები არის უპირატესი. ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს მხარეს, საზოგადოების მხარეს, ისინი დადგნენ სხვების მხარეს. მათი ამოსავალი წერტილი არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მათი ამოსავალი წერტილი არის, რომ ნამდვილად ვიღაცას თავი მოაწონონ, ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს, ვიღაცამ ხელი ჩამოართვას, ვიღაცამ რომელიმე დედაქალაქში მიიღოს და შეაქოს და თავზე ხელი მოუთათუნოს, აი ეს არის თავი მათი ამოსავალი წერტილი. ამით იკმაყოფილებენ როგორც ჩვენ საკუთარ ეგოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც ნახეთ, ამ სტრატეგიამ, ამ მიდგომამ საქართველოსთვის მოიტანა დამანგრეველი შედეგები. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ღიად ებრძვის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ოპოზიციური ალიანსის წევრებმა, რომლის განცხადებებზეც შალვა პაპუაშვილი საუბრობს, ბრიფინგი გუშინ გამართეს. მათი მტკიცებით, სოფლიოში მიმდინარე პროცესების და სამხრეთ კავკასიის მიმართ ამერიკის ინტერესის ფონზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის შესაძლებლობებს ვერ იყენებს. პასუხად პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას მოუწოდებს კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ხედავთ, რომ ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება საქართველოსთვის მისი სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად იმ პროცესში, როდესაც რუსეთი სუსტდება და მეორეს მხრივ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ევროკავშირი ფართოვდება, ეს პროცესი ჩქარდება. როგორია მართლაც განწყობა ამერიკის შეერთებული შტატების, რომ საქართველო მაქსიმალურად იყოს ჩართული როგორც ქვეყანა ეს კანონპროექტიც, რომელიც გუშინ იქნა მიღებული მავნე გავლენების საწინააღმდეგოდ ამერიკის კონგრესში ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ეს სწორედ არის დაცვა ჩვენი ქვეყნის და მისი უსაფრთხოების და ამას უნდა კონდეს ადეკვატური აღქმა. ჩვენი ინტერესი არის რომ საქართველოს ლიდერი იყოს. უბრალოდ დეკორატიული ნაბიჯები, ან სიდეცვლილება რიტორიკაში. ამას ვერ შეცვლის. ამით არ მოთხოვდება არც ჩვენი პარტნიორი და არ უნდა მოთხოვდეს არც საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. მოუწოდებს საზოგადოებას კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი. ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შესახებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღისწესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა. შალვა პაპუაშვილი აკონკრეტებს, რომ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ირანთან კავშირები კი ბევრად ჩამორჩება რეგიონის სხვა ქვეყნების თანამშრომლობის დონეს. მისივე შეფასებით ოპოზიციის მთავარი მიზანი საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება მაშინ, როდესაც ნებისმიერი საგარეო თანამშრომლობა მხოლოდ ეროვნული ინტერესების კრიტერიუმით უნდა შეფასდეს. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით.
სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ ნაციონალ მოძრაობის იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღისწესის ემსახურება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. დაუშვებელია, რომ ვინმე თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ სწორედ ამგვარ ქმედებებს ხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარეძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ. ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო. ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოიხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღისწესრიგიც დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება. ოპოზიციური ალიანსი დაიშალა. ალიანსის დაშლას სამჯერად ნიკა გვარამი ადასტურებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში პარტია ახალის ლიდერი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ალიანსის ფიგურანტი ისედაც არ არის. არც სამუშაო პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მას გარიცხვა არც სჭირდება. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტს შეჯერობით არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ცალკეული ლიდერები თავად ცდილობენ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას. ვიდეოს ავსოლებს თამარ შერგოლეიშვილი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს სიცრუეში და ამტკიცებს, რომ პარტია ალიანსში აღარ არის. პოლიტიკური განცხადებებით ანუკა ბუავა უერთდება კურიერს. ანუკა, გისმენთ. თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ დაწერა, დღეს კი ვიდეო ჩაწერა იმის სათქმელად, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოფილი ნაციონალების გვერდით არ არის და აღარც იქნება. ეს განპირობებულია, როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები და იმ თავდასხმებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი, რომელიც მუდმივად აზიანებს პროცესს. არის ყეყეჩი და არის ასევე არარაობა, ისევე როგორც მისი პარტიის წარმომადგენლები, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომელიც ირწმუნებიან, რომ ისინი რჩებიან ოპოზიციურ გაერთიანებაში. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ წითლიძე და სააკაშვილი სწორედ მათი სიმართლით მოქმედებენ და ირწმუნებიან, რომ ისინი არსად წასულან და რჩებიან სწორედ იმ გაერთიანებაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გასვლით თუ გაშვებით ფაქტობრივად დაიშალა. მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობა ირწმუნება, რომ ჩერგოლეიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და ფედერალისტების ლიდერი ერთ-ერთია, ვინც პერსონალურად ესხმის თავს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე მათი პარტიის ცალკეულ წარმომადგენლებს, მათ შორის ანა წითლიძეს და ეს განპირობებულია, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან მათი ეგოებით და ამბიციებით. კიდია მიშა. ერთადერთი რაც გვინდა არის, რომ თავი დაბანებოს. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ ნაცები ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. სიმართლე არის ეგ, რომ ნაცები არ არიან ალიანსში. უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა.
გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ აოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი. უბრალოდ ისე ყარს ეს ყველაფერი, შეუძლებელია რომ ძალიან მალე არ ჩაირეცხოს. ასე რომ გადავჯეგავთ მავნებლებს და მიშაც არის ავტომატურად გარეთ, ისე რომ ხელი არ გაგვინძრევია არც ერთს და არც გავანძრევთ. აგრძელებთ ყოფნას ალანიაში, მაგრამ თუ ეს ხალხი იმდენად ვერ ერევა თავის ეგოებს, რომ მათ შორის საუბრობს, უნდა გაგვირიცხოთ, რაც უნდა ის უქმნიათ. თუ არის ერთპიროვნული გაგრძელება ქალბატონის ოსოფ გენახსენებთ, მაშინ უნდა იყოს რომ ერთპიროვნულად მიიღო აჭუგენა თუ არ არის, მაშინ სხვა წევრებმა მე მათგავდოთ ეგრევაში. სამწუხაროდ აზრი არ რეგულირდება რაღაც წესდებები. რაც ვერ აგვიგზავნება და არც აუზარ ვაგზავნებთ. და მეორე გახლავთ პირველად თვალსაჩინო ასეთ სამწუხაროდ ადამიანებს თვალყურს თავისი არაეთიკურობით ნამდვილად ჩემპიონები არიან ის ადამიანები. ოპოზიციის დაშლა გაერთიანების პროცესი თუ ვერ შემდგარი ერთობა კომიკური არის სახელმწიფო გუნდისთვის, სადაც ამბობენ, რომ სწორედ ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსაყვანად ევროპელმა ბიუროკრატებმა თუ ცალკეულმა ელჩებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს და დღეს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს ჟურნალისტებმა ამ საკითხზე. კითხვა, რაზეც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რთული წარმოსადგენია თუ რას გააკეთებდნენ ეს კონკრეტული ძალები, იმ შემთხვევაში თუ სხვა მოცემულობა იქნებოდა ქვეყანაში. მე უბრალოდ ერთი წამით მინდა წარმოედგინოთ ბატონი ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებული იყო და ამათ რომ მოიგოთ არჩევნები და ამათი მთავრობა რო ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში ამ პოლიტიკური ძალების რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს რომ ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა, ქართულმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო. არა მარტო წინა საარჩევნო მოწოდებებში გამოიხადებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხადებოდა იმითაც, რომ თქვენ გახსოვთ, არჩევნების დასრულების შემდეგ არც ერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება. რატომ? იმიტომ რომ ეს ხალხი უნდათ ხელისუფლებაში. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ იგდებიან, მათი განმოსახედიდან მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2012 წლებში. აი ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა, ეს იქნებოდა უბედურება, ჩვეულებრივი უბედურება ასეთი ხალხის მთავრობა, თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა. მათ აერთიანებათ მხოლოდ ის, რომ ისინი ძალადობდნენ ქართულ ხალხზე და თავის მავნებლურ პოლიტიკას ასე აგრესიულად ატარებდნენ. ახლა კი, როდესაც 2012 წლის შემდგომ ვერც ერთ მომენტში ვერ მოიხვეჭეს ეს ძალაუფლება, ფაქტიურად ის, რაც მათ აერთიანებთ, უკვე მათი დამშრელი ფაქტორია და უკვე გახსნილად ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთის წინააღმდეგ მიდიან და ეს არეულობა ძალიან კარგად გვაჩვენებს, რა სახის, რა მორალის, რა ეთიკის, რა სტანდარტების და ზოგადად რა ღირებულებების რადიკალებთან გვაქვს საქმე. მუქარი შემცველი განცხადებები და მწვავე ტონი ისმის მეორე ფლანგზეც, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანა წითლიძე და ნიკა გვარამია, ისინი საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს და მათ შორის სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიებენ, მაგინებლები, მაფურთხებლები, სწორედ ამ სიტყვებს უწოდებენ ისინი ერთმანეთს და მათ შორის ისმის ურთიერთბრალდებები ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით ყველა ერთმანეთს აკისრებს ამ შემთხვევაში პასუხისგებლობას. მადლობა, ეს იყო ანუკა ბუავა. ანა წითლიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია ნაციონალური მოძრაობის ყოფნა ალიანსში, სადაც გამუდმებით ცდილობენ მათი პარტიის გაწევას და გამუდმებით ისმის შეურაცხყოფელი განცხადებები მათი მისამართით. ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პარტიის მსხვერპლის როლში წარმოჩენას ცდილობს. ჩერგოლეშვილმა რაღაცა პოსტი დადო და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ალიანსში და მე არ ვიცი ჩერგოლეშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მმართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, მე ვიცი, რომ ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით და უმრავლესობით და არ გამიგია სხვა წარმომადგენლების ალიანსის გარო ნაციონალური მოძრაობა მანდ არ არის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ანტიმიშა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას რამე ფორმით გააგრძელებს, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო რაღაც კონდიციამდე მივა, ახლა ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დატოვებას, მაგრამ ხო ძალიან თქვენ იქნებით იქ, სადაც გამუდმებით ცდილობენ, რომ გაგწიონ, გაგინონ და ასე შემდეგ, გლანძღონ და ასე შემდეგ. იქნებით იმ ადგილას? ფურთხების და რა ქვია ბირჟაზე მჯდომის სემიჩკის მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ვერანაირად აი ესეთი ხალხი. ჩემთან დაკავშირებით ახლა ეს ახალი ამბავი არ არის.
სამცხარო ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორც არის მაგალითად ქათამი, ნიკუტა და ასე შემდეგ ქართულ ოცნებას, მორჩეს ნაციონალური მოძრაობა საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას ისედაც უმძიმესი გამოცდების გაიარა ამ პარტიამ ყველა თავმჯდომარის დროს. ისე მსუქნია დაუჭამიათ ერთმანეთს და აი დაიწყეს კიდევაც შესრულება იმ და ერთმანეთის დაჭმა, ასე რომ უყუროთ სხვა ეს ამით მაინც პატარა სიამოვნება მივიღოთ, რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ეხლა ერთმანეთის მიმართ ზუსტად იგივე საკეთებენ. ცისფერი მთები თუ აღარ გავუკვევიათ, აქ არიან თუ იქ არიან, ჩამოყალიბდებიან. ჩვენ როგორც ცისფერ მთებს აესე უნდა უყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ უკვე რამდენი ხანია, სხვა ევროპულ ქვეყანაში დადიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს რო აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლებს, აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყველებს თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამათზე დებს ფსონს 2024 წელს არჩევნებში. ამათ არ დაუდგნენ გვერდზე? ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და ამათა შეთანხმებით არ აკეთებენ. ეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას, Deep State-ს ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის. ეს არის ხალხი, რომელიც მოდელსაც, მართვის მოდელს ხედავთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის სახით. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 14 პირის საქმეზე იწყება სხდომა, რომელზეც მათთან საპროცესო შეთანხმებები უნდა დაამტკიცონ. 8 დაკავებულის სხდომათა დარბაზიდან დღესვე გათავისუფლდება. პროკურორის განცხადებით დაკავებულებმა აღიარებასთან ერთად დანაშაული მოინანიეს. საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა და აღიარებით და საპროცესო შეთანხმება მოთხოვა. დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედაება. 119 დაკავებული ნარკოდანაშაულის ფაქტზე მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ საპოლიციო ღონისძიებები ბოლო 48 საათში თბილისსა და რეგიონებში ჩაატარა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და ფაქტის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მიმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა PVP, მეთადონი, მეფედრონი, ბუპრენორფინი და სხვა. საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასებისას საჭირო მასალები. სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისაგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად აღსაღებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. უყურებთ კურიერ 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი დოლარის გამოყოფას. თანხის ნაწილი არის პროექტის, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 751 მილიონი დოლარია. პროექტი ითვალისწინებს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ქვესადგურების მშენებლობას, რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას.
ეს არის დიდი შეთანხმების ნაწილი, რომელიც ჯამში მოიცავს 750 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფას საქართველოსთვის, რომელზეც ესე ვთქვათ, მომდევნო თვეებში მოეწერება ხელი დარჩენილ ნაწილს. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმავთ, რომ დამატებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის წელს ხელი მოეწეროს 350 მილიონი დოლარის შეთანხმებას. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს გაფორმდება 1.200 მილიონი დოლარის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც საგზაო, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას. დღეს ხელი მოვაწერეთ პროექტს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ის შუადერეფნის მედეგობას ისახავს მიზნად. საქართველო ამ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობისაა და დღეს გაფორმებული შეთანხმება მხარს უჭერს სახმელეთო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ინვესტიციების განხორციელებას. სწორედ ამ მედეგობის შედეგად გაუმჯობესდება საერთაშორისო ვაჭრობა შუადერეფნის ფარგლებში. წვდომა და სარგებლიანობა ექნება ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმა. მსოფლიო ბანკისთვის პატივია ამ პროგრამაში მონაწილეობა და საქართველოს მთავრობასთან, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობა. პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებით პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე მოსმენის პროცედურაც დამთავრდება, აღარ გაიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული დებატები და სიტყვით გამოსვლები. რეგლამენტში შეზეტანილი ცვლილებები სესიაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. დაისვა კითხვებიც. პრობლემურია ჩვენთვის საკითხი, რომელიც ეხება პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენას. ეს ანგარიში იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად ხორციელდება, შესაძლებლობაა ჩვენთვის, ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური ძალისთვის შევაფასოთ პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები. მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო ბორდის წევრების არჩევის პროცედურა. თუმცა წარმოდგენილი ცვლილება ამ კონსტიტუციურ ფუნქციას პოლიტიკურ პრივილეგიად აქცევს. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვას, გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწუნებთ დებატების კულტურის არქონას, ალბათ რახან არ იმართება შემდეგ დებატები, მაგრამ მაშინ პოლონეთიც და ფინეთიც იქვე უნდა მიაყოლოთ, ვინაიდან იქაც ასეთივე სისტემა არის. გვინდა რომ პრეზიდენტი იყოს დეპარტიული და პრეზიდენტი იყოს ნეიტრალური მათ შორის, ის არ უნდა ვაქციოთ საპარლამენტო დებატების ნაწილად. თქვენ ეხლა რომ გამოходით და თქვით, რომ იმისათვის რომ თქვენთვის მონიჭებული უფლება რომ დაასახელოთ კანდიდატი საზოგადოებრივ მაუწყებელ ბორდში, იმისთვის რომ ეს გააკეთოთ, თქვენ გჭირდებათ დაასახელოთ მეურვეს კანდიდატი, თავად გჭირდებათ მეურვე, იმიტომ თქვენით ვერ გამოავლენთ და ვერ დაასახელებთ ისეთ ადამიანს, რომელიც სასარგებლო იქნება მაუწყებლისთვის და ვიღაცამ უნდა მეურვეობა გაგიწიოთ, გაგიფილტროთ და ისე მოგაწოდოთ კანდიდატი, აკნინებთ საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებს და აკნინებთ, კიდევ ერთხელ გვეტყვით, თქვენ მხარდამჭერებს, რომელმაც ხმა მოგცეს არჩევნებში და ამიტომ გისურვებთ თქვენ მხნეობას და სითამამეს, რომ როცა გექნებათ ამის შესაძლებლობა და უნარს, რაც მთავარია, დაასახელოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც თქვენ ჩათვლით შესაბამის საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდში წევრობაზე. ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. სააკაძის ქუჩის 19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეები ახალ გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღები თბილისის მერმა კახა კალვაძემ გადასცა. საავადმყოფოს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. ამ ოჯახებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი სხვებთან ერთად წლების წინ ჩუღურეთის რაიონში ყოფილ ბავშვთა ნომერ მე-5 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილ საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა. თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. ჩუღურეთის რაიონში კაპანაძის ქუჩა ნომერ 4-ში მოიძებნა მიწისნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. 45 ოჯახი აქ ახალ ცხოვრებას შეუდგება. მინდა მოგილოცოთ და პირველ რიგში გისურვოთ მშვიდობა
კეთილდღეობა, წარმატებები, უამრავი ბედნიერი დღე აგეგნიშნოთ საკუთარ ჭერქვეში. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სააკაძის ნომერ 19-ში ავარიულ შენობაში, გადმოვიდნენ ახლად გარემონტებულ ბინებში და ნამდვილად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს პროექტი. იყო ძალიან ბევრი სირთულე და მუნიციპალიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ ყველაფრისთვის. აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 267 ოჯახს დაეხმარება. სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებულთა სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 3.500.000 ლარზე მეტი გამოიყოფა. საკითხი სამთავრობო კომისიის ხდომაზე განიხილეს. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხილვაჩაურის ქედის, შუახევის, ხულოს და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. წელს 352 ოჯახისთვის გამოყოფილია 4 მილიონზე მეტი ლარი. 6 მუნიციპალიტეტიდან შემოსული იყო 260-ზე მეტი საკითხი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გაეგზავნა რეკომენდაცია ამ ოჯახების დახმარების თაობაზე და დახმარების თანხა შეადგენს 3.5 მილიონ ლარზე მეტი. განხილული იქნა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 72 ოჯახის მონაცემები, რომელთაც შერეულ სამთავრობო კომისიას გაეწია დადებითი რეკომენდაცია და ახლოს პერიოდში გაეწევა სათანადო ფინანსური დახმარება. ქედის მუნიციპალიტეტს კომისიაზე წარმოადგენილი ჰქონდა 28 საკითხი, მათ შორის ერთი იყო ხანძარი, ორი იყო ახალი სახლის აშენება, ხოლო დანარჩენი იყო აღდგენითი სამუშაოები, ჯამში 295,600 ლარის, რომლის ყველა ნაწილი დააკმაყოფილა კომისიამ. 24 გრემი, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და შთამბეჭდავი საკონცერტო გამოცდილება. 12 ივნისს დინამო არენაზე ქართველი მსმენელის წინაშე კანია ვესტი წარსდება. კულტურის მინისტრი თინათი რუხაძე თარგ-ჯორჯიას სამმართველო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად დინამო არენაზე წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოს დაიწყო. თარგ-ჯორჯია არის რეგიონში უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანია. წელს ასეთი დიდი პროექტი წამოიწყეს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. ეხლა უკვე საფინალო სტადიაზე შედიან და ყველაზე მეტი მობილიზაცია სწორედ ამ დღეებში. დიდი შოუ გველოდება წინ და თარგ-ჯორჯიას გუნდისთვისაც, რომლისთვისაც იქნება უდიდესი გამოცდილება. სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. სცენაც უკვე აშენებულია და ადგილზეა, მხოლოდ ტექნიკური გამართვა არის დარჩენილი. ეს იქნება პირველი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებას უმასპინძლებთ. აქ საუბარი არის ღონისძიებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე განხილვადი და ყველაზე მოთხოვნადია. შესაბამისად, საქართველოს ამ მთავარი მოვლენის თანაზიარი ხდება. დღის სხვა სიახლეებს გაცანთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi ან დაასკანდრეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად 6 ოქტომბერამდე.